მოგესალმებით უბრალოდ მეგობრებო. ეთერშია გადაცემა თვალსაჩინო, აკადემიური თვალსაჩინო, რომლის წამყვანებით ზაალნემსაძე და ბატონი გენარეიშვილი თქვენ წინაშე ვართ და წარმოგიდგენთ ამ გადაცემას. პირველ რიგში მინდა დავიწყო მილოცვით, ბატონო გია, დღეს იყო მოგეხსენებათ ანდრია პირველი წოდების სენების დღე. ქრისტეს პირველი შემოუნტანი და განმანათლებლის საქართველოში და მხადაგებლის და მინდა მიულოცო ჩვენს ტელემაყურებლებს მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოში დაძაბული მდგომარეობა, ყველაფერი განიმუხტება უფლის წყალობით და ღვთის წინაშე როგორც იდგა ქართველიერი წმინდა და მედგრა დამაყათ, ასე იდგება კიდევ და კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში. მოგილოცავთ თითოეულ თქვენთანაც და გისურვებთ ყველაფერს კარგს და ბედნიერებას ამ ქვეყანაზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემა საკმაოდ მრავალფეროვან სხვა საკითხებთან შედგება და ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ჩვენს საუბარს, რაც დავიწყეთ წინა კვირეებში, საქმე ეხება შავი ზღვის პრობლემებს. ბატონო გია, როგორც შევთანხმდით ამის შესახებ ჩვენ შავ ზღვას ესაჭიროება შველა და ერთგვარი კატასტროფის წინაშეც კი არის დღეს არა მარტო შავი ზღვა, არამედ ის ქვეყნები, რომელიც მის გარშემო განლაგებულია მთელი მსოფლიოს აქედან გამომდინარე. მით უმეტეს ორი დღის წინ, ბატონო გია, ხმელთაშუა ზღვაში მოხდა გარკვეული სახის მიწისძვრა, საკმაოდ ძლიერი და როგორც თქვენ ბრძანეთ ამასთანავე არც საქართველოს არის და შავი ზღვა ამისგან ასე რომ ვთქვათ დაცული. აი თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ჩვენ რა რით უნდა დავიწყოთ? აი ჩვენ დავიწყეთ ასე რომ ვთქვათ არასამთავრობოში შექმნით რაღაცამ საუბარი და აი როგორ უნდა წავიწიოთ საქმე წინ? თქვენ როგორც მეცნიერი როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას? მაგას დაჭირდება რაოდენობა მეცნიერების, ეს იქნებიან ფიზიკოსები, ბიოლოგები, ბოტანიკოსები ზოგადად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საერთო ჯამში არის ის რაც აუცილებლად ჭირდება იმისთვის, რომ შეისწავლოს რაღაც გარკვეულ კანონზომიერება, რომელიც ესე ვთქვათ გაანადგურა ზოგადად შავი ზღვა, მიზეზები, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. როდესაც მეცნიერები ნახავენ და მიხვდებიან სულ ყველა იმ კომპონენტებს, რომელიც გამოიწვია აი ამ უარყოფით პროცესები, მაშინ შეიძლება ესე ვთქვათ მოიფიქროს მეცნიერები, მოიფიქრონ რაღაც გარკვეული გზა, რომ ეს ყველაფერი შეტრიალდეს უკან მხარეს, რომ შავ ზღვას, როგორც ალბათ ნებისმიერ სხვა აკვატორიუმს დაიწყოს პროცესები, რომელიც აღდგნენ იმ პროცესებს, რომელიც ჭეშმარიტი იყო და რომელიც თვითონ ბუნება გამოიგონა და მართავდა. რომელიც შავ ზღვას ხვდიდა უსაფრთხოდ. იცით, ალბათ ყველაფერს აქვს თავისი, ესე ვთქვათ, ისტორიული ეპოქა და ადამიანმა ვთქვათ მოიტანა და გააკეთა ის, რაც დღეს ესე ვთქვათ გაანადგურა პრაქტიკულად სულ ყველა რაღაც გარკვეული არსებობები, რომელიც ზღვაში რაღაც გარკვეული რაოდენობით იყვნენ. ეს ცნობილი ფაქტია, რომ დღეს დედამიწაზე დიდი პროცენტით დააკვდა იგივე თქვათ ჩიტები, იგივე თქვათ რაღაც გარკვეული მიკროცოცხალი ელემენტები და ამ სულ ყველაფერს აქვს თავისი ესე ვთქვათ ბუნებრივი დატვირთვა, ბუნებრივი ყველა საჭიროა ბუნებისთვის. აუცილებლად. სულ ყველა თავის მისიას ასრულებდნენ. აი ახლა ჩვენ უსმენდით ამის წინათ გადაცემას ფუტკრებზე და ძალიან საინტერესო გადაცემა იყო, მაგრამ ერთი რამ არ ითქვა, რომ რაოდენობრივად ფუტკერი მთელ დედამიწაზე ბევრად დაიკლო. 2/3-ია უკვე რის საშუალო რა მოხდა? რატომ განადგურდა? იმიტომ რომ აი არ ვიცი. არასწორი ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული მეთოდების გავლა. ბატონო, აი 10 წლის წინ პიმონდიაზე როცა მეფუთა ყრილობა იყო კიევში იყო თორცები, თქვენ ერთ სიტყვით მოგისმინეს, მაგრამ მერე თითქოს არ გაიზიარეს. ან აღარ გაუჩნდათ არავითარი შეკითხვები, თორემ შეიძლება ეშველებოდა
რაღაც ცოტათი მაინც ამ პრობლემას. აქ ერთი უცნაური მომენტია, ეთყობა ისტორიულად ჯერ ესე თქვა ჩემი გამოსვლა ადრე იყო. ეთყობა მე ისეთ რაღაცა შევთავაზე ამ ხავს, ვინც იქ დაესწრო ამ სიმპოზიუმს, ამ 180 ქვეყანა იყოს, უბრალოდ მეცნიერი იყოს, სხვადასხვა თქვა მიმართულების. და ლაპარაკობდი მარტო იმ თემაზე, რითი და როგორ გტება ფუტკარი და რა პრობლემები აქვს ფუტკარს. კი ეკოლოგიურ რაღაც საკითხები თქვა იქ ითქმა და მაგრამ არც ერთმა არ თქვა რითი გადავარჩინოთ. იცით მე ისე არ ვიცი მე არ ვარ ნაყოფი ბაქოში. არავინ არ ლაპარაკობს საერთოდ რითი გადავარჩინოთ ფუტკარი. მარტო მოვლაზე ლაპარაკობენ, ალბათ ლაპარაკობენ, იცით. თაფლის ხარისზე ლაპარაკობენ და არა. ალბათ იმაზეც ლაპარაკობენ რითი უნდა გადავარჩინოთ. იცით ახლა რაც მე ვხედავ გარშემო ბევრი ესე ვთქვათ ინსტიტუტები ბევრი ქვეყნიდან მუშაობენ აი ამ თემაზე. რითი გადაარჩინონ დედამიწა. სხვა გზა არ არსებობს დღეს თუ ეს პროცესი არ დაიწყო, ხვალ და ზეგ იქნება გვიან. და ეს რაღაცა დიდ კატასტროფამდე მიიყვანს ადამიანობას. მარტო ის ისევ მე ხშირად ვამბობ მაგას, რომ გადავხედოთ პროცენტულად ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს იუნესკომ თქვა, რომ მარტო კიბო თელ დედამიწაზე მოიმატა 100%-ით. ეს გაორმაგდა. კი, გაორმაგდა. ბავშვთა დაავადებები გაიზარდა 100%-ით. ეგ სულაფერი მიზეზი ამ სულაფრის არის ეკოლოგიური პრობლემა. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ თქვათ რაღაცა გარკვეულ ხსნარს ვასხავთ ნიადაგში, ეს ხსნარი აუცილებლად მე ხდება ზღვაში. და ეს ეკოლოგიური პრობლემა სწორედ ასე ხდება შავ ზღვაზე ახლა, ხო? ეს თავისი კანონზომერი ეს ერთმანეთში სხვაფერი გადაჭრული აქვს. იცით ერთი მე გამოიწევს მეორეს და აუცილებლად გამოიწევს საბოლოოდ იმ თქვა პროდუქტს, რასაც ჩვენ ვიკვებებით. და ის პროდუქტი იქნება თქვა დაბინძურებელი ალბათ ცუდი სიტყვა, მაგრამ ის უკვე შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომ აუცილებლად რაღაც გარკვეულ ეტაპზე გამოიწევს რაღაც გარკვეულ ცვლილებებს ორგანიზმში, უარყოფით ცვლილებებს. და აქედან გამომდინარე მოიმატებს ეს დაავადებები. თუ დღეს ჩვენ არ მივხედავთ დედამიწას და თქვათ და ამის პარალელურად ბატონო გია ამ დაავადებების წინააღმდეგ ახლა თქვენ არ გესწავლებათ 1000 პაციენტი ხართ განკურნებული, მაგრამ ამის პარალელურად ნამინდორებს გააწმენდა ყველაფერი ამის, რაც უკვე გააფუჭა ადამიანმა. ისევ ეს ალბათ ისტორიული ფაქტია, თუ არსებობს რაღაც გარკვეული გავლილი გზა, რომელიც მოიყვანა ადამიანობა აი ამ კატასტროფამდე, აუცილებლად არსებობს გზა, რომელიც აი ამ პროცესებს წაიყვანს უკან, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს. იცით, ალბათ დედამიწაზე, რაც დედამიწა არსებობს, იყო რაღაც გარკვეული კატაკლიზმები, რომელიც ისტორიულად, როდესაც შეიძლება ადამიანობა ჯერ არ იყო, მაგრამ დედამიწაზე რაც მეცნიერები ამბობენ და წერენ, იყო სხვადასხვა ეპოქები და იყო მომენტები, როდესაც სხვაფერი განადგურდა და მე ისევ ახლიდან აღდგა. იგივე მომენტი ალბათ ხდება აქ. მაგრამ ადამიანმა არ უნდა შეუწყოს ხელი ამ კატაკლიზმებს და უწყობს ხელს, ხო? ეს ბუნებრივი კატაკლიზმი იყო და ეს ხო ესე ვთქვათ ადამიანმა იწევს ამ პრობლემებს და იწევს რითი? თავისი არ ვიცი როგორ დავარქვა. ალბათ ცუდი დამოკიდებულებით ბუნების მიმართ ასე რომ. იმიტომ არ ფიქრობენ მაგაზე, იცით? არ ფიქრობენ თავის შვილებზე, შვილიშვილებზე. აი შავი ზღვის პრობლემა ახლა ძირითადად მაინც ადამიანებთან არის დამოკიდებული, ხო სხვასთან არავისთან. აუცილებლად. ამდენი გაბინძურების, ამდენი უდიერად მოპყრობის გამო თანათანობით ბუნება მე ისიც ძალიან მწარე პასუხი ყველაფერ ამას. და ჩვენ ახლა რატო დავიწყეთ ეს საუბარი და ამასთან საერთოდ ადამიანებს დღეს რაღაცნაირად არ უყვართ ერთმანეთი. ისეთი ადამიანმა დაივიწყა წიგნთან წიგნი, რომელსაც ბიბლია ეწოდება. ანუ ღმერთის სიყვარული. ღმერთის სიყვარულის გარეშე არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე.
დადებითი, არაფერი არის ამ ქვეყანას. ჩვენ მე ბატონმა გიანადარეშვილმა ბატონმა როლანდ კილაძემ ასე რომ ვთქვათ, სერიოზულად მივუძახით ამ საკითხს ჩვენი მხრიდან. ოჩენოს ჩვენ ასე გონია. და ესე იგი გავაკეთეთ ბიბლიის ასე რომ ვთქვათ, პატარა კონსპექტი. 200 გვერდიანი, ძალიან ისეთი ენით დაწერილი, პოპულარული ენით დაწერილი და გავაკეთეთ უპირველეს ყოვლისა ქართველი მოსახლეობის ჩვენ ქართველებისათვის. და ეს 3 დღის შემდეგ წინათ ჩვენ დავამთავრეთ ამის ელექტრონული ვარიანტი უკვე, ვარიანტი გვაქვს ამის. შეგვიძლია ნებისმიერ ასე რომ ვთქვათ, სურვებს კი არა, ნებისმიერ ვიც ვალდებულია, წაიკითხოს გადაუგზავნოთ ეს უკვე ძალიან მალე. ახალწლების მერე ამას მოახერხებთ და გვინდა გადაუგზავნოთ პირველ რიგში იმ ხელისუფლებებს, რომლებიც მართავენ ქვეყნებს, რომელიც განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე. და ისეთი ავტორიტეტული მეცნიერი, როგორც ბატონი გიანადარეშვილია, მზად არის თავის სამსახურის შეთავაზოს ნებისმიერ ქვეყანას, ნებისმიერ ერს, რომელიც ამ შავი ზღვის გარშემოა და ვალდებულია დაისვა შავი ზღვა და დანარჩენ თქვენ ბრძანის პატრონია რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. და მე გავაგრძელებ მე კიდე ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში როგორც მე ვთქვი, უნდა რაღაცა გარკვეული რაოდენობა მეცნიერების ერთმანეთთან თქვათ შეხვდეს და ელაპარაკოს უყურა მეცნიერი თავისი რაღაცა გარკვეული აზრი უნდა გამოთქვას, რომ მე რაღაცა გარკვეული მიმართულება აირჩიოს და დაიწყოს რაღაც გარკვეული კონკრეტული ესე ვთქვათ მოძრაობა და საქმე. მე შემიძლია ჩემი აზრი ვთქვათ, ჩემი რაღაც გარკვეული გზა, რაც მე გავიარე, რაც შეიძლება გამოიყენოს ზოგადად ადამიანობა და ძალიან ბევრი პრობლემა შავი ზღვის გადაწყდება. იცით ერთი მხრიდან ძალიან იოლია მაგაზე ლაპარაკი, მithumetes ჩემთვის, იმიტომ რომ მე მესმის რასაც ვამბობ, მაგრამ ძალიან რთულია ადამიანისთვის ეს იცით მიღება. აი როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ აპიმონდიაში გამოვედი მე სიტყვით და 5 წუთის მაგერად 3 საათი ვილაპარაკე და მე იმის მერე კიდე 5 საათი ვილაპარაკე კულუარებში. მაგრამ არც ერთი მეცნიერი არ მოვიდა, იცით, ადრე იყო მაგათთვის. საქმიანი წინადებით ვერ მოვიდა. ადრე იყო ეს თემა, იმიტომ რომ მე ვილაპარაკობ კვანტურ მექანიკაზე. და ეს ყველაფერი აქედან გამომდინარე, თვითონ მეთოდიკა არის კვანტური. ახლა ეს კვანტური მეთოდიკა შეიძლება ადრე იყო და დარწმუნებული ადრე იყო მას, მაგრამ ბიბლია არის მუდმივი წიგნი, რომელიც ადამიანს უნდას თავში. ამიტომ ჩვენ მოდი ჯერ დავიწყოთ, ასე რომ ვთქვათ, ადან პირველი გერიდან, პირველი ასლიდან, რომელიც ამბაშია და ალბათ დაგვეხმარება კიდე ჩვენი მეგობრები წერალთა კავშირიდან, თქვენ მეცნიერთა ასე რომ ვთქვათ, საზოგადოებიდან, რომ თანდათან დავიწყოთ ამ წიგნის კითხვა ხმამაღლა. ჩვენ მიტო ვაპირებთ ამის დარიგებას, რომ დაურიგებთ ამას ჩვენ სახელმწიფო მოღვაწეებს, ასე უწოდებენ თავის თავს ყოველ შემთხვევაში, ან მაღალი, ასე ვთქვათ, ეშელონების წარმომადგენლებს, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. დიდი იმედი მაქვს მე ამ შემთხვევაში, როცა ამას ვსაუბრობ, ჩემ მეგობარ მწერლებზე პირველ რიგში, ჩემ მეგობარ რეჟისორებზე, მსახიობებზე და პარლამენტარებზე და ასე შემდეგ. და არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ხეხავთ მეგობრები ისრაელში, მე თვითონ მეგობრები დავიწყოთ ისრაელთ, ჩვენსავით ასე შეჭირებული სახელმწიფოა და ჩვენ ხავს ძალიან ახლო მეგობარი ისრაელში, ცნობილი მწერალი ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატი, ახალი მიღებული აქვს მას ეს პრემია და საოცარი პიროვნება. საოცარი პიროვნება, ის არა მარტო მწერალი არის, საზოგადო მოღვაწე, ბრწყინვალე პოეტი. და არ დარჩენილი, ესე იგი, საქართველოში ხო ისრაელში ცხოვრობს ამდენი წელიწადია, წინა საუკუნიდან არის წასული. საქართველოში არ დარჩენილა მოვლენა, რომელსაც არ შეხებოდა მისი კალამი, მისი სიტყვა. და დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში მიიღებს დიდ მონაწილეობას და მე ალბათ პირველი, ვისაც გავუგზავნით ამ ჩვენს ელექტრონულ ვერსიას, ჩვენ იმისაც იქნება ბატონი იაკობ პაპიაშვილი, მასზე ახლა საუბარი და იმედი მაქვს, რომ ის და თავისი მეგობარი მწერლები, ის იქ ისრაელთან წერალთა კავშირის წევრიც არის გახლავთ და 4-ჯერ არის წარდგენი ნობელის პრემიაზე და ბოლოს და ბოლოს მე-5 წარადგენ ალბათ მიიღებს ამ პრემიას და აქედან მიესწრება ბატონი იაკობს და ვეტყვი რომ ველოდებით მისგან დახმარებას ამ საქმეში, რომ ეს წიგნი გააცნოს
თავის თანაბოზმეთ იქ და მოახდინა ამ წიგნის წაკითხვა. და შემდეგ ბატონი ეკომა იცის ამის ყველაფერი და აი ამ გადაცემის შემდეგ დავუკავშირდება ბატონი ეკობს და ჩვენ გადაცემას ყველა გადაცემას უყურებს და აი დაიწყება ისრაელიდან ეს პროცესი და საქართველოსთან ერთდროულად. ჩვენ ვართ ალბათ სოფლიოს ორი უძველესი ერი, რომელიც მათ მოაღწია დღემდე და კიდევ ალბათ ჩვენ ვიქნებით ბოლივერები, რომელიც ამ დედამიწაზე აღარ იცხოვრობს და უკეთეს სამეფოში გადაინაცვლებს და მე მინდა იმათაც წარმოვადგოს, რომ ჩვენ ერთსაც ხო უსურვებს წარმატებას და აი ბატონო გია მინდა რომ ამით დავიწყოს, რომ ადამიანებმა შეიყვაროს ერთმანეთი. ადამიანებმა გაითავისონ ბიბლია როგორც გადარჩენის საშუალება მთელი ქვეყნისათვის და ამის შემდეგ თქვენ შეიძლება ლაპარაკი საკითხებზე, რომელიც თქვენ დასვით აპიმონდიაზე. ამის შემდეგ მოდის უკვე ეს თქვენი ნაკლები შეუმადანო კვანტური მექანიკა, რომელიც მიდის ღმერთის და ღმერთის აღიარებამდე. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს როგორი საშუალება იქნება ადამიანის დაახლოების და ამ პრობლემის გადაჭრის. რომ ადამიანმა თუ არ შეიყვარა ერთმანეთი და თუ ადამიანს არ შეუძლია სხვა ადამიანის ერთად თავის მოყვარულ ადამიანს ერთად წავიდეს დაზვერვაზე, ისე არაფერი საქმე არ გამოვა. ბრძანეთ ამის შესახებ თქვენ თვითონ. ერთი ალბათ მე შემიძლია ვთქვა, რომ ბიბლიაში პრაქტიკულად სულ ყველაფერი წერია, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. რაც იქნება, კი ბატონო. ორეაზე არსებობს ბიბლიას რო კითხულობ და თუ თქვათ არის რა არის კვანტური მექანიკა, მაგრამ გესმის რაც იქ წერია რეალურად მივხვდები, რომ ეს არის ჭეშმარიტი და ჭეშმარიტობა, ჭეშმარიტი წიგნი, მაგრამ თუ ადამიანმა პარალელურად ზოგადად ესმის რა არის კვანტური მექანიკა, პირდაპირ კავშირშია ერთით ბიბლიასთან. კი ბატონო. უბრალოდ იქ სიტყვა არ არსებობს კვანტური მექანიკა, მაგრამ რაც იქ წერია, ეგ სულაფერი პრინციპში მოქმედებს კვანტური მექანიკის პრინციპებით. აი, ეს ძალიან უცნაური თემა არის. როგორ შეიძლება ეინშტეინმა და პლანკმა თქვეს, რომ სულ ყველაზე პატარა ნაწილაკი სამყაროში არსებობს, რომელიც თქვათ უდრის 10 - 37 ხარისში. კი ბატონო. და გააფრთხილა კიდევაც ადამიანობა, რომ იქ მისვლა შეიძლება. იმის იქით არ წახვიდეთ. ხო, მთელი დედამიწაო დაინგრევა და არა მარტო დედამიწა. ამ დროს თქვენ როცა აკეთებდით ასე ვთქვათ სტეპს წეროვანში სარგებლობდით 10 მერამდენი ხარისხით? იქ პრინციპში დაბალი ხარისხი იყო ზოგადად მაგრამ 10 - 24 10 - 30 მაგრამ სანამდე მიაღწიეთ ბოლოს წერტილი სანამდეა. 10 - 2 მილიონი. ესეც არ არის ზღვარი, ხო? არა. ნულები არ ეტევა იმდენი იწერება ხო იმ დროს. ამის დამზადებას საკმაოდ რთულია. მაგრამ ეს ლაბორატორიულ პირობებში იოლიზას მომზადებელია. მაინც დრო ისე ძალიან დიდი დრო ჭირდება, რომ ეს ხო მზადდება რაღაცა გარკვეული მექანიზმით ზოგადად ამ და ხელი. ეხლა გავახსენეთ ტელემაყურებლებთან და არაფერი საიდუმლო არ არის, ჩვენ წიგნი დავწერეთ ამ საკითხს ტელეპორტაცია მაქვს ხედველობაში. თქვენ ტელეპორტაციას ახერხებთ ერთ ოთახში. რაღაც საკითხების შესწავლას, რასაც ჭირდება მთელი ინსტიტუტები. აი ამის შესახებ რო გითხრათ, ამ ტელეპორტაციის გამოყენებას როგორ აპირებთ ამ საქმეში, რასაც ქვია შავი ზღვის გასუფთავება. ეს მიმართულება ჯერ უნდა კარგად შეისწავლოს. კი ბატონო. და მე არა მარტო შავ ზღვაზე, მაგრამ ნებისმიერ ესე ვთქვათ ცოცხალ ორგანიზმზე შეიძლება იხმარო ეს მეთოდიკა. ისე უბრუნდებით კვანტურ მექანიკაში და კვანტური მექანიკას აქვს მაგის საშუალება, იმიტომ რომ იქ არ არსებობს დრო და მანძილი. მარსზე შეიძლება ისე როგორც თერჯოლაში, აქედან იმის გაკეთება, ხო? კი, არა მარტო იქ, იცით, ნებისმიერი ადგილს მთელ კოსმოსში. პირდაპირ კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან და როგორც ისე ვთქვათ, ეინშტეინმა თქვა, რომ სულ ყველაზე სწრაფი არის შუქის სხივი და თურმე გამოდგა, რომ მთლად მართალი არისო. იმიტომ რომ კვანტურ მექანიკაში არ არსებობს ესეთი მომენტი. ახლა მე უცნაური რაღაცა უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ბევრმა ის ამის შესახებ, მაგრამ აქ ხდება უკვე აზრის მატერიალიზაცია. აი ეს არის ყველაზე მთავარი. აუცილებლად, იცით, ეს ერთი და იგივე არის პრინციპში. ჩვენ ცოტა არასწორად გვესმის მატერია. იცით, ვაკუუმშიც თურმე არსებობს მატერია. და ეს კვანტი ვაკუუმშიც არის. აუცილებლად. ჩვენ ახლა ვზივართ ვლაპარაკობთ მე და თქვენ, მაგრამ ანტისხეულები
კოსმოსიდან მოდის, გადის და ჩვენში აი ამ თქვა მაგიდაზე ხრიტავს თელ დედამიწას და მიდის მეორე მხარეს ის აგზელებს თავის გზას. ეგ რაღა არის. დიახ. ის ესეთი ფენომენი თუ არსებობს, აქედან ჩვენ ცოტა არასწორად რატომღაც გვასწავლეს აი იმ პრინციპებით რითი არის თქვა რითი საშუალებით არსებობს სიცოცხლე დედამიწაზე. გამოდის ღრმა თუ გადავხედეთ ნებისმიერ ცხოველს, ნებისმიერ თქვა რაღაც გარკვეულ არსებობას, სულ ყველაფერში დევს რაღაც გარკვეული სერიოზული იდეა, მაგრამ ამ იდეასაც აქვს თავისი მატერიალური, ესე თქვა საკითხი, შიგნით დევს რაღაც გარკვეული იდეა მატერიალური, რომელიც ამ იდეას აქვს თავის საფუძველი, მატერიალური საფუძველი ასე რომ. სულ ყველაფერი მატერიალურია ერთი მხრივ და კვანტური მექანიკიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ არამატერიალური, მაგრამ ისიც ზოგადად მატერიალი. დღესაც მიდის იცით ესეთი პრობლემა კვანტურ მექანიკაში. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის ნაწილაკი, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის რაღაცა გარკვეული ტალღა. და დღემდე ვერ მივიდნენ რაღაცა გარკვეულ თქვა დონემდე, რომ მიხდნენ ნაწილაკია თუ ტალღა. არსებობს რაღაცა გარკვეული რაოდენობა ფიზიკოსების ამბობენ, რომ ეს ნაწილაკი თუ ჭირდება ზოგადად, ესე თქვა ბუნებას, მეორე წამს შეიძლება გახდეს ტალღა. ან და ტალღა შეიძლება გახდეს ნაწილაკი. ეს ალბათ ერთ-ერთი თეორია, რა ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ძალიან საინტერესო არის სინამდვილეს გავს. იცით ცდები არის გაკეთებული ძალიან უცნაური, გამოუშვეს თქვა ტალღა. დიახ. და კვანტური თქვა ესე დავარქვათ და ეს ტალღა უნდა გასულიყო რაღაცა ერთ ხვრელში. და მეორე მხარეს რომ გაუშვებთ ზოგადად შუქს, ხო? იქ ხედავთ, რომ მეორე თქვა აი ამ ხვრელში გავა ის შუქი და იქ თქვა რაღაც გარკვეულ რაც იქნება დანადგარი, გამოჩნდება ეს ერთი მაგის სურათი. დიახ. მაგრამ მე აიღეს გაჭეს ორი ხვრელი. და გაუშვეს ისევ ეს ტალღა. და იქ უნდა ყოფილიყო ორი ესე თქვათ მაგის ის თქვათ ვარიანტი, ხო, რომელიც გავიდა ორი სხივი უნდა ყოფილიყო და ამას ორ დავინახავდით მაგის დანარჩენი ანუ გააუარეს სევეს რომ. ამ დროს იქ ახეს უამრავი სხივი. და ის უამრავ ადგილას გადატყდა სხივი გაიფანტა? მაგრამ სულ ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? როდესაც გაუშვეს და ადამიანი არ იყო გვერდზე, ის იყო როგორც რეალურად ორი ფრაგმენტი. აი, როდესაც ადამიანი ჩაეჭრა აი ამ პროცესში, აი მაშინ ამ მოხდა მისი გაბევრება. კი. ეს არის ძალიან ცნაური თემა, ეს ამბობს. უცნაური სენსაციური თემას არის გარკვეული. და მე ცნობილი ფაქტები ეს 100 წლის უკან გაკეთებული პირველი. ხო, მაგრამ თქვენ სენსაციური განცხადება გააკეთეთ და ჩვენ წიგნზე მუშაობთ ტელეპორტაციაზე, თქვით რომ ტელეპორტაციის საშუალებით, ესე იგი ჭკვიანი კაცის ხელში მოხდარი ამ ასე ვთქვათ ფაქტების დაპირისპირებით, გადაფასებით და ამ შემდეგ ნებისმიერ სახელმწიფოს, აი საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ ბირთვულ სახელმწიფოს გაუწიოს წინააღმდეგობა. ეს ხვალინდელი არის დღე მთელი ადამიანობის. მაგრამ ძალიან საინტერესოა და ჩვენთვის ძალიან კარგი და სასარგებლო ასე რომ ვთქვათ. პატარა სახელმწიფოებისთვის. მე ამისინაც თქვი, რომ კვანტური მექანიკა მოვიდა ესე ვთქვათ ისტორიულად, მაშინ როდესაც უნდა მოსულიყო ისტორიულად და კვანტური მექანიკა უამრავ დადებით რამე შეასრულებს დედამიწაზე, მაგრამ რაღაცა გარკვეულ ეტაპზე ადამიანმა რო შეისწავლეს ამ კვანტური მექანიკა შეიძლება დაღუპოს ადამიანობა. ამიტომ რა არის საჭირო ამისათვის? მაგის ადამიანობა. ადამიანის საჭირო და ამიტომ საჭიროა ასე რომ ვთქვათ რელიგიის მსახურის ყოფნა, ასე რომ ვთქვათ ჩვენაირი თავისუფალი ხალხის გვერდით. აუცილებლად იცით. რომ აღარ გადავაბიოთ იქით სადაც არ უნდა გადავაბიოთ. კვანტური მექანიკაც ესე ვთქვათ ტყუილად არ გამოჩნდა და ისევ ეს ღრმად რო გადახედო კვანტურ მექანიკას, გადახედო პირდაპირ ღმერთთან მედიხარ. ხო, ამაში ესა. აი როგორ შეიძლება მიიღო შედეგი
რაღაცა გარკვეული ნაწილაკით ან სხივით, რომელიც არის 10-2 მილიონი. ამ დროს როდესაც ატომი არის 10-10 ხარისხში. როგორ შეიძლება? ამ დროს ეს მუშაობს. რასთან აქვს კავშირი? რატომ შეიძლება თქვა გაკეთდეს ნებისმიერი ზემოქმედა რაღაც გარკვეულ ობიექტს და დაინახო შედეგი. რომ ეს რეალურად თქვა თავის ფუნქციას ასრულებს. ვინ მართავს ამას? აი ეს რომ გავიგოთ ვინ მართავს, როგორ მართავს. იმიტომაც ბოდიში და პირდაპირ ბიბლიას რო კითხულობ, ღრმად რო გესმის. ზუსტად მაგის ხმასაპირებდი ახლა. რაც იქ წერია, პირდაპირ კვანტურ მექანიკაზე წერია. ამიტომ ჯობია ჩვენ შევხვდეთ ახლა სასულიერო პირებს, დრო ბევრი გვაქვს ახალი წლების განმავლობაში და ერთ-ერთი კარგი კურთხევას და დალოცვას მივიღეთ მათგან ამ პერიოდში, რაც მე გვეყოფა დიდი ხნის განმავლობაში და ვესაუბროთ ამ საკითხზე და იქნება რომელიმე მათგანმა მოახერხოს და ჩვენთან ერთად დაჯდეს სტუდიაში და ამ ხრივაც განათლოს ჩვენი მაყურებელი. დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი აქ მამა ვარაფელს. იმიტომ რომ მაგასთან ამ თემებზე მელაპარაკია და ძალიან კარგად ერთმანეთი გვესმის. იმიტომ რომ ისევ ხო გეუბნეთ კვანტური მექანიკა პირდაპირ კავშირშია ბიბლიასთან და ადამიანი რომელიც კარგად იცის ბიბლია და ისმის რა წერია ბიბლიაში აუცილებლად ხდება რა არის კვანტური მექანიკა. არა და ის თქვა მეცნიერი რომელიც ახლო არის და ესმის კვანტური მექანიკა აუცილებლად მოვა ღმერთთან და მოვა ბიბლიასთან. ეგ კანონზომიერია. ხო ძალიან ბიბლიას საკმაოდ რთული ძალიან რთული ბევრი რამე აუხსნელი 18 წელიწადი ახლა მე 2007 წელს მე ფაქტიურად სხვა წიგნებს ნაკლებად ვადენებ თვალს ეს არის ჩემი სამაგიდო წიგნი. მაგრამ ბევრი რაღაცა აუხსნელია ჩემთვის და ამიტომ გვინდა ჩვენ ცოტა ეს სასულიერო პირთან საუბარი როგორც თქვენ ბრძანეთ ახლა მამა რაფაელზე იყო საუბარი და იქნებ დაუკავშირდეთ მას და მე თქვენ ვეცქვით თქვენ ვერ მოხერხეს მოსლას ბატონო. მამა რაფაელი ალბათ აქ ვერ მოიда ძალიან ხნიერია, მაგრამ ალბათ სხვა ვინმე იქნება ვინც დიდი სიამოვნებით ამ თემებზე დაგველაპარაკება და ეფირში პირდაპირ. რატომ იცით? იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ძალიან რთულია თქვათ ბიბლიის ესე ვთქვათ სრულად ადამიანმა რომ მიხვდეს რაზე და რა წერია იქ. მაგრამ არსებობს ალბათ ხალხი რომელიც მიახლოვეთ მაინც რომელიც თორე ღმერთის ჩანაფიქრის გაგება თულესია იმისთვის რომ აუხსნან ზოგადად რა არის ბიბლია და რა წერია ბიბლიაში. ეს ღმერთები არიან და იცით ამ თემებზე შეიძლება ლაპარაკი და შეიძლება უამრავი რაღაც გარკვეული მაგალითები მოიყვანოთ კვანტურ მექანიკიდან და იგივე თქვათ ცოდნე ღრმად ცოდნე ბიბლიის ეგრევე ნახავს რა კავშირი არის თქვათ ამ თემას და აი ამ თემას. იცით ეს კანონზომიერია და ეს აუცილებელი გზა არის იცით დღესდღეობით როგორც მე ვიცი შეიძლება არასწორი ინფორმაციას ფლობ ულტრა გლობალისტების თემა არის ისეთი რომ ადამიანებას აუხსნა რომ ღმერთი არ არსებობს. კი ბატონო. ხო რაზე აკეთებენ რა იმ წინ უდგას ამ თქვათ ას მე ახლობით ხვდებით მაგრამ ამ დროს იცით და ამბობენ რომ მთელ დედამიწაზე ღმერთის რწმენა იკარგება და რაღაცა გარკვეული ფორმაცია ჭირდება რომ მაგათ თქვათ კონდეთ რაღაცა ხო გვეძალება ანტიქრისტი ასე რომ ვთქვათ კი ხო და წერია ბიბლიაში ამ შესახებ აქედან გამომდინარე ალბათ ბიბლია იმის გარდა რომ სულ ყველა წაიკითხოს უნდა კარგად აიხსნას უნდა ახსნას და ვინ უნდა ახსნას ისევ რა თქმა უნდა სასულიერო პირმა პირველ შემთხვევაში ესმის რასაც ამბობ მე ვამბობ კვანტური მექანიკის მე არ ვარ ფიზიკოსი მაგრამ საშუალებით კავშირს თქვა ვხედავ ბიბლიის და კვანტური მექანიკის მაგრამ ის სპეციალისტის ღმერთი რომელიც ღრმა იცის ბიბლია ეგრევე ნახავს აი ამ კავშირს. ხო, იმიტომ რომ შეიძლება ფეხი დაგვიცდეს ასე რომ ვთქვათ რა. აუცილებლად. როცა ვიცით რა გვეუბნება წინ. აუცილებლად, იმიტომ რომ სამწუხაროდ მე პირადად შეიძლება ერთხელ მაქვს საკითხული ბიბლია
კი, რაღაც გარკვეული ნაწილები შეიძლება დღესაც ვკითხულობ, მაგრამ იმისთვის რომ ღრმად მივხვდე იქ რა წერია, ალბათ მაგას ჯერ ერთი გვერდში უნდა ყავდეს პიროვნება, რომელიც ეს გზა უკვე გაიარა და იცის რაზე ელაპარაკი, მაგრამ შენ პირადად თქვათ მე ამ დროს პირადად უნდა ალბათ არ ვიცი რამდენჯერ წავიკითხო რომ მივხვდე რა წერია სინამდვილეში. არსი. ხო და ალბათ მარტო მაშინ მივხვდები რეალურად რასთან გვაქვს ჩვენ საქმე, რა არის სამყარო, რა პროცესები მიდიან ამ სამყაროში და რატომ არის თქვათ, როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ბიბლიაში სულ ყველაფერი უკვე აღწერილია, რატომ ვამბობთ მაგას? აქ ალბათ ისევ ახსნა ჭირდება. ახლა მე ვიცი ერთი რამ, მაგრამ ახლა ამ ცოტა სრულიად სახსნელია რომ აი თქვენ შეგიძლიათ აქედან სხვა სახელმწიფოში, აქედან 1000-ობით კილომეტრის იქით რაღაც ფსენე გაზარდოთ. ამ ტელეპორტაციის საშუალებით, აქედან გადაცეთ მას რაღაც რას უძახით, მე არ ვიცი ამას. მაგრამ ვიცი რომ ასეთ სეანსებს თქვენ ატარებთ. ის ნებისმიერ ვინც ახლა ჩვენ გვისმენს, რომ გავხსნას ინტერნეტი, ნახავს რომ მსგავსი ესე ვთქვათ სტები გაკეთებულია 10 წლის უკან, 5 წლის უკან სხვადასხვა მეცნიერების, რომელიც ვთქვათ იმოქმედებს რაღაც გარკვეულ მაგრამ მე ამას უყურებ ამ ჩემი თვალით, როცა თქვენ ამ ცებს ატარებთ, როგორ იზრდება იქ, ან არ იზრდება, ან ისიც უყურებს, სხვაც უყურებს, მაგრამ აი თქვენ იმას რა ქვია, ამ გადაცემას, ამ ტელეპორტაციას სხვა შედეგები აქვს და მისას სხვა შედეგები აქვს. საბოლოოდ ალბათ ეს ერთი და იგივე გააჩნია ვინ რა მეთოდოლოგიას ფლობს და რას აკეთებს. იცით ისევ ის თქვათ ინფორმაცია, რასაც შეიძლება ადამიანმა გაუშვეს რაღაც გარკვეულ მანძილზე, მაგას დავარქვათ ესე ისევ ჭირდება სხივი ან თქვათ ნაწილაკი, რომელზეც იმოქმედებ. და აქ ძალიან საინტერესო მომენტია. იცით, რამდენი ხანი უნდა ვიმოქმედო? 1 წუთი, 9 საათი, 1 დღე. ეს ყველაფერი ადამიანმა უნდა გაიაროს, რომ იხდეს ზოგადად რა რომელი არის ყველაზე თქვათ სწორი მიმართულება. რაღაც გამოცდილება თქვენ გაქვთ დაგროვილი ამ ხრივ? ყოველ დღე ამ სტეპს ვაკეთებ, რომ მივხვდე ამ რაღაც გარკვეულ კანონზომიერებას. ბატონო, ახლა ეს ტელეპორტაცია რამდენად დაგვეხმარება თუ გაქვთ წარმოდგენა მას დაახლოებითი იმ შავი ზღვის პროცესების ში გასარკვევად. აქ ძალიან ისევ საინტერესო თემაა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ტელეპორტაცია ხდება რაღაც გარკვეულ მანძილზე. იგივე ხდება მაშინ, როდესაც ხმარობ აი ამ გაზოვებს 10 მინუს 2 მილიონი ესეც ტელეპორტაცია არის, იმიტომ რომ იქ შიგნით ისე ვთქვათ იდეის გარდა არაფერი არ დევს და თურმე გამოდის რომ იდეა არის ზოგადად მთელ სამყაროში. იცით მე ძალიან ბევრი მიფიქრია აი შავ მატერიაზე. ხო ძალიან ბევრი წერს რა არის შავი მატერია და რა არის თეთრი მატერია. იცით მაგის ახლა ახსნა ალბათ კვანტურ ფიზიკოსებს შეუძლიათ. ჩვენ გვეყოლები ერთ-ერთი წამყვანი ფიზიკოსი. და აქედან გამომდინარე, ჯერ ერთი პირველ რიგში ალბათ კვანტურ ფიზიკას, როგორც მე ვყვი, ფიზიკისთვის არ არსებობს მანძილი და დრო. იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, ჩვენ რატომღაც გვასწავლეს, რომ ვთქვათ, სხივს აქვს რაღაც გარკვეული შეზღუდული არ ვართ, არც ისრაფეში დრო და სანამ ვთქვათ, ეს სხივი მოვიდა, ვთქვათ, ჩვენამდე რაღაც გარკვეულ, ვთქვათ, კოსმოსიდან, გაიარა რამდენიმე მილიარდი წელიწადი. კი ბატონო. სხივს ჭირდება, მაგრამ კვანტურ მექანიკას არ ჭირდება. ჭირდება. იმიტომ რომ როდესაც აკეთებ რაღაც გარკვეულ, ცდას და გაჩნია ობიექტს, რაზეც აკეთებ, იმავე წამს ის ობიექტი ღებულობს ამ ინფორმაციას. არ ჭირდება ეს დრო. მაგრამ გამოდის ძალიან საინტერესო თემა, თუ აი ეს რეალურად ბუნებაში არსებობს ფენომენი, აქედან გამომდინარე გამოდის, რომ სულ ყველაფერი ერთმანეთში დაკავშირებულია და როდესაც მე ხშირად ვამბობ მაგას, რომ ჩვენში თქვათ, ჩვენ ვართ შექმნილი რაღაც გარკვეული ატომებისგან, მოლეკულებისგან და არსებობს რაღაც გარკვეული რაოდენობა, ეხლა თქვენ ჩემზე
თქვა დიდი წონის ხარ თქვენში უფრო მეტი იქნება ჩემზე ნაკლები, მაგრამ უამრავია და იქ რაღაცა მილიარდებია. მაგრამ ცალ-ცალკე სულ ყველა ეს თქვა მოლეკულა ან და ატომი ფლობს მთელ სამყაროს ინფორმაციას, როგორც სამყარო ფლობს ინფორმაციას ამ მოლეკულაზე. აქედან გამომდინარე თუ ფლობს ამ ინფორმაციას და თუ ეს დაკავშირებულია, გამოდის რომ ზემოქმედებაც შეიძლება. კი ბატონო, თავისთავად. აუცილებლად. ჩარევა შეიძლება. ჩარევა ხო ამ პროცესში. გააჩნია რითი და როგორ ჩაერევი. მაგრამ რეალურად ეს გზა მიმართულება არსებობს. ეხლა მთელი ადამიანობა თუ პირველ რიგში მეცნიერები, ვინც ამ თქვათ შესწავლის ამ კანონზომიერებას, რაღაც გარკვეულ შედეგებს უკვე ღებულობენ. მაგრამ კიდე დიდი გზა არის გასავლელი, რომ თქვათ მივიდნენ რაღაცა თქვათ უფრო ესე დიდ წოდას. მაგრამ მე დარწმუნებული თქვენ ახ გიანდრიშვილი ამ გზის დასაწყისში არ იმყოფებით. რაღაც გარკვეული გზა გავლილი გაქვთ. მე ერთი უპირატესობა მაქვს, ვიცით, ამ გზას მიყვებიან ფიზიკოსები. დიახ. არ ეწყინებათ ახლა ვინც მე მისმენს, მაგრამ ფიზიკოსები სამწუხაროდ 99% ზიან იმ ჩარჩოებში, რომელიც ასწავლეს, რომელიც გაიარეს, როგორც თქვათ, კანონზომიერი ინფორმაცია. და მე რო არ ვარ ფიზიკოსი, მე უყურებ მაგას უფრო ფილოსოფიურად. გამოდიხარ ამ ჩარჩოებიდან. და ეს ჩარჩოები არა მაქვს და აქედან გამომდინარე, ჩემთვის უფრო იოლი ამაზე ლაპარაკი ალბათ, ვიდრე მაგათ, იმიტომ რომ მაინც მე ხო ვხედავ, რომ მაინც უყოლა ჩერდება ეინშტეინზე. ეინშტეინი როგორც უფრო თავისუფალი მხატვარი ტილოს დროს არ გაგტიროს ამის ამას შეზღუდვა. პატარა ნაწილაკი კოსმოსში არ არსებობს, როგორ არსებობს? გამოდის რომ ის დროისთვის ალბათ ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ დრო გავიდა და ადამიანობა გადადგა სვანაბიჯები. კი, მაგრამ მაშინაც იცით ეინშტეინის დროს იყო მეცნიერები, რომელიც კვანტური მექანიკა თქვათ შემოიტანეს როგორც ერთ-ერთი მეცნიერების დარგი და ეინშტეინი მაგაში მონაწილეობას არ ღებულობდა, მაგრამ დღესაც რატომღაც ამბობენ, რომ ეინშტეინის თქვათ ეინშტეინი შეთავაზა ადამიანობას კვანტური მექანიკა. გასაგები. ბატონო, ჩვენი დრო თანდათანობით იწურება. მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ ჩვენ მზად გვაქვს უკვე წიგნი, ელექტრონული ვერსია და ახალი წლებზე ყველა ვინც გაეცნოს ამას, ჩვენი ვიცით მათი გვარი და სახელი, ყველა მიიღებს ამას როგორც სახალხო საჩუქარს. ყველას გადაუგზავნით და ყველას ექნება საშუალება გაეცნოს ამ იდეებს, როგორ ემსახურონ ღმერთს და როგორ ემსახურონ ქვეყანას. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ საინტერესო საუბრისათვის, მადლობა გადავხოთ ჩვენ ტელემოყოლებს და დავშვიდო მომავალ პარასკევად. დიდი მადლობა. კარგად. შემდეგ